ვარშავის პოვონსკის სამხედრო სასაფლაოზე ბატალიონ პარასოლის მებრძოლთა და სანიტართა გვერდით ერთი განსაკუთრებული საფლავია, რომელიც ორი ქვეყნის ტრაგიკულ და გმირულ ისტორიას ინახავს. აქ განისვენებს ვარშავის აჯანყების მონაწილე 16 წლის ქართველი გოგონა ირინა სხირტლაძე, რომლის ისტორიაც 1928 წლის 7 აპრილს ლვოვში დაიწყო. იგი 1940 წელს კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრის კაპიტანი არკადი სხირტლაძისა და იანინა კიჩინსკას უფროსი ქალიშვილი იყო. 1953 წლის ბოლოს, როდესაც მამა ცოცხალი აღარ იყო, ირინა დედასთან და უმცროს დასთან ერთად ოკუპირებულ ვარშავაში გადავიდა, სადაც ომის ქარცეცხლშიც კი პოულობდა ძალას ქართველ ქალბატონთან ევლო ქართული ენის უკეთ შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საკონტრაქტო ოფიცრის შვილს, მას ვალდებულება არ ჰქონდა მონაწილეობა მიიღო ვარშავის აჯანყებაში. ირინა აქტიურად ჩაება ანტიფაშისტურ მოძრაობაში და 1954 წლის აგვისტოს პირველივე დღეებში ფსევდონიმით ირკა პოლონეთის წინააღმდეგობრივ არმიაში მოხალისეც ჩაეწერა. როგორც ბატალიონ პარასოლის მეკავშირემ და სანიტარმა, მან ბრძოლის მთელი გზა ველას უბნიდან ძველი ქალაქის და ცენტრის გავლით ჩერნიაკოვამდე გაიარა. 1954 წლის 14 სექტემბერს პოლონეთის უბანში გაფართოებული შეტაკებისას ირინა გერმანელთა ტყვია მიემსხვერპლა, როდესაც იგი მძიმედ დაჭრილ ბატალიონის უფროსის დახმარებას ცდილობდა. სიკვდილის შემდეგ იგი დაჯილდოვდა 1920 წელს დაწესებული მამაცთა ჯვრის მედლით, რომელიც უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოჩენილი გამბედაობისთვის გაიცემა. მისი დაღუპვიდან 67 წლის შემდეგ, 2011 წლის 14 სექტემბერს, სწორედ აქ, პოვონსკის სასაფლაოზე, დებლინის საავიაციო სკოლის არწივის მმართველობის კურსანტებმა, სადაც კაპიტანი არკადი სხირტლაძე პოლონელ მფრინავებს წვრთნიდა, ყვავილებითა და სანთლებით მიაგეს პატივი ირკას ხსოვნას. ირინა საუხდენელი ოცნებდა ეხილა საქართველო 1977 წლის ივლისში მისმა დედამ იანინამ და უმცროსმა დამ ქრისტინამ მეუღლესა და ვაჟთან ერთად დაასრულეს, როდესაც ისტორიულ სამშობლოს ეწვივნენ. ხოლო პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა გმირი გოგონას სახელი ლეგენდარულ ლექსში ირინოლა უკვდავყო. ჯიღის ჭირიმე რადარ სუხარ ირინეს მიწა დასწვეს იმის სოდვით ზეცა გაახირიმეს ვინიცნობდით ირინეს გამოცხება კვერი ობლის გაუყუჩებთ ტკივილებს ვინიცნობდით ირინეს მხოლოდ ცეცხლში გამოიცადა პოლონეთში საქართველოს იცავდა აჯანყდა და მტერი ხოცა ბინად ჰქონდა სამკარი საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი და საკარგავი პოვონსკაში თეთრი გორა მოუჩითავთ გვირილებს ირინოლა აჯანყდა და მტერი ხოცა ბინად ჰქონდა სამკარი საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი და საკარგავი